ვაგრძელებს საქართველოში მოგზაურობას და ამჯერად ქართლს ვესტუმრები. რამდენიმე ადგილი შევარჩია, რომელთა სანახავად თბილისიდან დავიძარე მცხეთის მიმართულებით, საიდანაც პირველი დანიშნულების ადგილთან მივალ. არაჩვეულებრივი ამინდია და იმედი მაქვს, დღევანდელი მოგზაურობაც ასეთი იქნება. მოდი პირველი დანიშნულების ადგილას, რომელიც არის ეს განსაკუთრებული მონუმენტი, რომელიც სხვათა შორის მხოლოდ ერთხელ მქონდა ნანახი და ძალიან მიხარია, რომ ახლა აქ ვიმყოფები. ცოტა ქარიანი ამინდია, მაგრამ არაჩვეულებრივი ხედები იშლება. თუ მცხეთიდან დაიძვრებით დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმართულებით, პირველი სწორედ ამ ძეგლთან მოხვართ, რომელიც არის ქართველი მეომარი, რომელიც თავისთავად მებრძოლებს მოუწოდებს ბრძოლისკენ. და ამ ადგილიდან სწორედ ეს დიდგორის ბრძოლის მონუმენტიც მოჩანს, სადაც არაჩვეულებრივად ლამაზი სამიუყვება, რომელიც სწორედ შემდეგი დანიშნულების ადგილია. ამიტომ დავიწყოთ დღევანდელი მოგზაურობა. ამ მეომარზე ერთი ლეგენდა არსებობს. მრავალშვილიან მამას მებრძოლთა პატარა რაზმი ებარა. მტრის შემოსევისას ის ბუქს ჩაბერავდა ხოლმე და მცხეთაში აცნობებდა საფრთხის შესახებ. ერთხელ შვილებისა და რაზმის თანხლებით მტერს დაუხვდა და კარგახნით შეაფერხა ის, რამაც ქართველთა ჯარს დრო მოაგებინა მტრის დასახვედრად. აქედან დავიძარი მონუმენტისკენ. მწვანე ტყეში გაჭრილი გზა მოასფალტებულია და ყველა ტიპის ავტომობილით თავისუფლად შეძლებთ გადაადგილებას, რომელი მხრიდანაც არ უნდა დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა. დიდგორის ბრძოლა არის ისეთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც თითოეულმა ქართველმა იცის. მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ან დიდგორის ბრძოლის შესახებ არ იცოდეს, ან მისი თარიღი. ვინაიდან ეს იყო გარდატეხი მომენტი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ბრძოლის შემდეგაც საქართველო გაძლიერდა და ფუძველი ჩაეყარა ოქროს ხანას. შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებელი ამ ბრძოლისთვის გამეფებიდანვე ემზადებოდა, ვინაიდან ის აძლიერებდა ჯარს დროთა განმავლობაში გაძლიერებასთან ერთად ავიწროებდა სხვადასხვა ქალაქის ამირას ან მმართველს და ეს შევიწროებული ხალხი სათხოვნელად მიდიოდა სხვადასხვა მაჰმადიან ლიდერთან, რომ დახმარებოდნენ მათ და ებრძოლათ დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ. მართლაც 1021 წლის აგვისტოში თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი მოადგა საქართველოს ნეჯმ ადინ ილღაზის მეთაურობით. დიდგორის ბრძოლის შესახებ არაერთი ისტორიკოსი წერს, ეს იქნება ქართველი, სომეხი, არაბი თუ ევროპელი. ყველა მათგანი განსხვავებულ რიცხვს ასახელებს, როგორც ქართველების მხარეს, ისე მაჰმადიანთა მხარეს. თურქ-სელჩუკთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროს მიხედვით იწყება 70,000-დან და 600,000-მდეც კი ადის და ასევე განსხვავებული რიცხვებია საქართველოსთან მიმართებაშიც, მაგრამ რომელ წყაროსაც არ უნდა დაუჯეროთ, ფაქტი ერთია, რომ მაჰმადიანთა ჯარი ქართველებზე რამდენჯერმე მეტი იყვნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, დავით აღმაშენებელმა ისეთი სტრატეგიული ადგილი შეარჩია, სადაც მტერი რიცხობრივ უპირატესობას ვერ გამოიყენებდა. გადმოცემით ვიცით, რომ შესაძაც ქართველებისა და თურქ-სელჩუკების ჯარი ერთმანეთის პირისპირ იყვნენ, ქართულ ჯარს გამოიყო 200 მხედარი დაიძრა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. მტერს ეგონა, რომ
დანებებას აპირებდნენ, მაგრამ როდესაც მიუახლოვდნენ ამორასმა მეომარმა დაიწყო ბრძოლა, რამაც გამოიწვია არეულობა მტრიჯარში, ამით ისარგებლა საქართველოს ჯარმა შეუტიეს და 3 საათში დაამარცხეს მტერი და სწორედ ამის გამო ეწოდა ამ ბრძოლას ძლევაი საკვირველი. დიდგორის ბრძოლის ბედი დავით აღმაშენებლის მიერ ჯარის დაყოფისა და შეტევის ფაზების სწორი დაგეგმვის გამო გადაწყდა. ბრძოლაში დავითის მემკვიდრე უფლისწული დემეტრეც მონაწილეობდა. უშუალოდ ბრძოლის განხილვაში არ შევალ. ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ამ გამარჯვების მნიშვნელობა საუკუნეების შემდეგაც ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს თავის ისტორიის განმავლობაში ბევრი ძნელბედობის პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ფეხზე აყენებდნენ. სწორედ ასეთმა თავდადებამ, სწორმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო გადაწყვეტილებებმა მოგვიყვანა დღემდე. რამდენადაც მასშტაბური იყო დიდგორის ბრძოლა, შეიძლება ითქვას, რომ ამდენადვე მასშტაბურია თვითონ დიდგორის ბრძოლის მონუმენტი, რომელიც შეიძლება ყველაზე განსაკუთრებულიც კია, ვინაიდან მონუმენტი ასე ერწყმოდეს ბუნებას, პირადმე არ მახსენდება. დიდგორის ველზე შემაღლებულ ბორცვზე დგას მთავარი მონუმენტი, რომელიც არის ქვის და ესეთ გამოსახულია ბორჯღალი. მოგეხსენებათ, ბორჯღალი არის მზის სიმბოლო და ერთგვარად ქართულ იდენტობასთან ასოცირდება. ხოლო გარშემო არის ხმლები, საზეიმო სვეტები და ზარები. სულ არის 59 ხმალი, რომელთაგან თითოეული ხმალი განასახიერებს 1000 ქართველ მებრძოლს, რომელიც რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებდა დიდგორის ბრძოლაში. დიდგორის ბრძოლის თარიღთან დაკავშირებით არაერთი ცნობა არსებობს, თუმცა ყველაზე მიღებული არის 12 აგვისტო და სწორედ 12 აგვისტოს აღინიშნება დიდგორობა, რა დროსაც ქვემოთ არსებულ ამფითეატრში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. შეუძლებელი ამ ადგილს ესტუმრო და შთაბეჭდილებების ქვეშ არ დარჩე. გარდა ამისა, აქედან შიდა და ქვემო ქართლის ულამაზესი ხედები იშლება. უღრუბლო და კარგამინში კავკასიონი და ყაზბეგის მყინვარწვერიც კი მოსჩანს. დღეს არ გამიმართლა, მაგრამ არაერთხელ დამინახავს მყინვარი და დამიჯერეთ 1-2 შთამბეჭდავი აქაურობა, როდესაც ასეთი ბუმბერაზი მთა მოჩანს. რამდენიმე ათეულ მეტრში გზის გადაღმა რამდენიმე ძეგლსაც ნახავთ, რომლებიც ქართველ მებრძოლებს განასახიერებენ. დიდგორის მონუმენტიდან დავიძარი მანგლისის მიმართულებით. სულ 25 კილომეტრია გასავლელი, რასაც მანქანით 9 საათში დავფარავთ. ამ ხარისში მოგზაურობისას გადამწვანებულ და აყვავილებულ გორაკებს შორის მოგიწევთ გავლა და აუცილებლად შეგხვდებათ ცხვრის ფარადს. პირველ რიგში მანგლისის სიონის მონახულებას ვაპირებ. იერუსალიმის წმინდა მთის სიონის, იგივე სიონის სახელს საქართველოში სულ 11 ტაძარი ატარებს. მათ შორისაა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, მანგლისის სიონი.
მანგლისის სიონი დაბა მაგნისთან მდებარეობს და ის განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს. განმოცემის თანახმად, ამ ტერიტორიაზე პირველი ქვის ეკლესია ქრისტიანობის მიღებიდან მალევე, ანუ მე-4 საუკუნის 30-იან წლებში დაარსებულა. ლეონტი მროველის მიხედვით, როდესაც კონსტანტინე პირველმა დიდმა, რომის იმპერატორმა, მირიან მეფეს გამოუგზავნა იოანე ეპისკოპოსი, სანამ ის მცხეთაში ჩავიდოდა, ის სწორედ მანგლისში ჩერდება, რათა ეკლესია ააშენოს და აქტოვებს წმინდა ჯვრის ნაწილებსაც. მე-7 საუკუნე მანგლისის ისტორიაში შეიძლება ითქვას, რომ შავი ასოებით არის შეტანილი, ვინაიდან ბიზანტიის მეფე ჰერაკლე ლაშქრობს ამ ტერიტორიაზე, რა დროსაც ძარცვავს მანგლის, ანადგურებს მას და ამ ტაძარში არსებულ სიწმინდეებს გაიტაცებს. შეიძლება ითქვას, რომ მანგლისის სიონი არის ერთ-ერთი ულამაზესი ეკლესია, რაც კი მინახავს საქართველოში. აქ არსებული ბარელიეფები, დახვეწილი ჩუქურთმები ამის წინაპირობაა. ეზოთ საკმაოდ დიდია, სადაც მოლოცვის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოსხდეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ. მე-19 საუკუნეში რუსეთის მეფის მმართველობის პერიოდში მანგლისში რუსული საჯარისო ნაწილები იდგა, რა დროსაც ტაძარს სხვადასხვა სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს საბოლოოდ განადგურდა წარწერები და ფრესკები. დღეისთვის მხოლოდ გუმბათზეღაა შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა შემოსევის დროს მტერმა არაერთხელ დაარბია და გაძარცვა ტაძარი. მიუხედავად ამისა, მრავალ საუკუნეს გაუძლო. ჩვენამდე მოაღწია და კვლავ დიდებულად გამოიყურება. მანგლისი ისტორიული დასახლებაა. აქ არსებობდა გზა, რომელიც შიდა ქართლს აკავშირებდა სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან. დღეს ერთ ისეთ ადგილს მოვინახულებ, სადაც არასდროს ყოფილვარ. ესაა არსენას მღვიმე. ტაძრიდან სულ რაღაც 10 წუთის გზაზე დასახლების სამხრეთით ერთ ტრიალ მინდორში გავჩერდი, საიდანაც ფეხით ხეობისკენ დავეშვები არსენას მღვიმის სანახავად. რუკაზე ბილიკი მონიშნული არ არის, მაგრამ ის დანიშნულების ადგილი აღნიშნული, რომლის ნახვაც მაინტერესებს, ამიტომ ვეცდები მივაგნო. არაერთი ბილიკი ჩამოდის აქ. ზუსტად არ ვიცოდი რომელი იყო სწორი ბილიკი, მაგრამ რუკაზე მიმართულების მეშვეობით ჩამოვედი მდინარესთან და ახლა ვეცდები რომ გავუყვე ამ მდინარეს ასე, რომ უფრო ახლოს მივიდეთ ამ მღვიმესთან და მაქსიმალურად ვეცდები კარგად მივუახლოვდე. ამ ნაპირიდან ჩანს კლდეში არსებული მღვიმე, მაგრამ იქ მისვლა შეუძლებელია.
მდინარის გადაკვეთა და გადაღმა არსებულ ხეებში ჩამალული კლდის ნაწილის ნახვა გადავწყვიტე. მდინარის წყლის დონე მუხლს ქვემოთაა, ხოლო ფეხსაცმლის გახდა საჭირო და ზაფხულის სიცხეში მდინარეში გავლა ცალკე სიამოვნებაა. ბილიკი კვლავ არ ჩანს, მაგრამ აქ ადამიანების ყოფნის კვალი აღენიშნება. ძალიან სამწუხარო, რომ ეს კვალი დაყრილი ნაგავია. ყოველ ჯერზე, როცა ასეთ სურათს ხვდები, არასასიამოვნო შეგრძნება მეუხლება. მინდა რომ ადამიანებმა ისწავლონ ბუნების და გარემოს გაფრთხილება. ეს არის ადამიანის დანიშნულება და ვალდებულება. მდინარის გადმოლახვისა და გაუკვალო ბილიკზეც რომელიც შემდეგ მოვედით ამ ადგილას, რომელსაც ეწოდება არსენას მღვიმე. არსენა უძელაშვილი იყო მე-18-მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ბატონყმობის წინააღმდეგ იბრძოდა, ის ეროვნულ გმირად არის მიჩნეული. არსენა უძელაშვილი, იგივე არსენა მარაბდელი, არ ეგუებოდა გლეხობის ჩაგვრას და იბრძოდა თავადების, ჩინოვნიკებისა და ვაჭრების წინააღმდეგ. ის იყო ტყეში გავარდნილი, რომელსაც თავისი რაზმიც ჰყავდა, რომელსაც წვრთნიდა. ეს ის პერიოდია, ჭყალებში ბოროტმოქმედება, კარგი მოქალაქეობა დრომით ითვლებოდა და ასეთი არაერთი გმირი ყოფილა. ეს მღვიმეც ერთ-ერთი თავშესაბარი ყოფილა არსენა უძელაშვილის, რომელზეც რა თქმა უნდა ძებნა იყო გამოცხადებული და პოლიცია აქტიურად ეძებდა. თავშესაფრის უპირველესი დანიშნულება არის ის, რომ ძნელად მისაგნები იყოს და თუ გავითვალისწინებთ მის მდებარეობას და იმას, რომ დღევანდელ დღესაც კი ძალიან რთულად მოსაგნები მის მიხედავთ, რომ რუკაზე ვიცოდი სადაც იყო, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ამ ადგილას შეურჩევია არსენა მარაბდელს თავშესაფრად. არსენა უძელაშვილი საკმაოდ პოპულარული პერსონაჟი იყო მე-20 საუკუნეში. ცნობილი ეპოსი არსენას ლექსი სწორედ მის შესახებაა. არსენა უძელაშვილი გახდა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის არსენა მარაბდელის ლიტერატურული პერსონაჟი. ამ გმირზე გადაღებულია მხატვრული ფილმიც. მღვიმეში შემოსვლის შემდეგ ხვდებით, რომ ეს ტერიტორია ამოშენებულია რიყის ქვით, რომელსაც სავარაუდოდ აქვს სათოფურებიც. ასევე აქ არის ხის ეს მორები, რომლის მეშვეობითაც ერთგვარად მეორე სართულზე ასასვლელია, მაგრამ მაინც და მაინც უსაფრთხოდ არ გამოიყურება, თან ზევით წესით უკვე აღარ არის გასასვლელი, ამიტომ თავს შევიკავებ ზევით ასვლისგან. გადავინაცვლებ გარეთ და გავუყვები ამ კლის მასივს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ კიდევ რაიმე საინტერესოს გადავაწყდები. არსენა თავის რაზმს გამუდმებით წვრთნიდა. ისინი იბრძოდნენ ბატონყმობის წინააღმდეგ და ეხმარებოდნენ სიდუხჭირეში მყოფ ადამიანებს. გადმოცემის თანახმად, ბევრი ძებნის და დევნის შემდეგ მარტოდ მყოფი არსენა რუსულ ჯარის ნაწილებს გადააწდა და მათთან ბრძოლაში დაიღუპა. არსენას ციხიდან ფერდობს გამოვყევი და დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ მოვედი ამ ეკლესიასთან. რუკაზე როცა შევამოწმე, არანაირი ინფორმაცია არ არის, მხოლოდ აწერია, რომ ეს არის უცნობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საუკუნეს მიეკუთვნება, როდის არის აშენებული, არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ ვეცდები, როდესაც დაბრუნდები სახლში, ინფორმაცია მოვიძიო. მაგრამ ერთი შეხედვით, რის თქმაც შეიძლება არის ის, რომ ესეც რიყის ქვით აშენებული ტაძარია, საკმაოდ დიდი ზომის, მინდა გითხრათ, ხოლო სამი კედელია შემორჩენილი, ხოლო მეოთხე მხარეს მიწაყრილია. ერთია, როდესაც ინფორმაცია იცი და მიდიხარ კონკრეტული ადგილის სანახავად, მაგრამ ხოლო მეორეა, როდესაც შემთხვევით გადააწყდები ასეთ საინტერესო და შთამბეჭდავ ადგილს. თქვენს შემსავით გიზიდავთ იდუმალი ადგილების მონახულება, ტყეღრე ხეტიელი და მღვიმების აღმოჩენა განსაკუთრებით მოგეწონებათ ეს ადგილი.
სანამ დღევანდელი თავგადასავლები მორჩება, კიდევ ერთი ადგილის მონახულება მაქვს გეგმაში. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან აქტიურად მოგზაურობ საქართველოს ყველა კუთხეში, ვცდილობ განსხვავებული ადგილები მოვინახულო. კიდევ უამრავი ღირსშესანიშნაობა და ბუნების ძეგლი მაქვს მოსანახულებელი, რაც საქართველოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეზე მეტყველებს. ამჯერად წვერის წმინდა გიორგის ეკლესიას მოვინახულებ. გზის უდიდესი ნაწილი გამოვიარე და თქვენც თუ მაღალი გამოლობის მანქანით იქნებით, შეგიძლიათ ასევე დიდი ნაწილი დაფარათ და მხოლოდ რამდენიმე მეტრი ამოიაროთ უკვე უშუალოდ ეკლესიამდე. ეს არის წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-11 საუკუნეში აშენებული და როგორც ხედავთ, არის დარბაზული ტიპის ეკლესია. ქართულ ეკლესიების უმრავლესობაში გარდა უშუალოდ ტაძრისა, მისი მდებარეობა მხიბლავს და ეს ტაძარი ერთ-ერთი განსაკუთრებულია, ვინაიდან 360 გრადუსით არაჩვეულებრივი ხედები იშლება. მოჩანს როგორც თბილისი, ისე სხვა დასახლებები. განსაკუთრებით ამ დროს ზაფხულში, რადგანაც ყველაფერი გადამწვანებულია და ჯერ კიდევ ყვავილობს ყვავილები, მართლაც განსაკუთრებული პანორამები იშლება. ტაძრის მცირე ზომის მიუხედავად, შიგნით დაგხვდებათ ფრესკები, ძალიან ბევრი ხატი, ამიტომ თუ ჯერ არ ხართ აქ დამყოფი, აუცილებლად გირჩევთ, რომ ამოხვიდეთ, მოგედოცოთ და დატყვეთ ხედებით. ფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. ქარიანი ამინდის მიუხედავად, ყველა ადგილი დაბრკოლების გარეშე მოვინახულე. იმედი მაქვს, თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში აღმოსავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს ვესტუმრები. არ გამოტოვოთ.